ამ გაკვეთილში ვისწავლით სიმეტრიის სწორად გამოყენებას და ვნახავთ, როგორ ამარტივებს ის მოდელირების პროცესს. ასევე ავაწყობთ გასქურის დეტალებს მარტივად. მოდით ახლა შევქმნათ ჩვენი გასქურის ზედაპირი. ამისთვის გამოვიყენებ box. რომები შეგიძლიათ იგივე მიუთითოთ. ეს დავაფიქსირებ, გადავიყვანოთ edit polish-ში. ეგ შუაში ჩავამატოთ ერთი ხაზი. ასევე გავყოფ ორ ნაწილად. მოვნიშნოთ ახლა ეს პოლიგონები. აქაც extrude-ით გავზარდოთ. პირველ რიგში შევუწავლოთ მიმართულება. და დავსვათ აი ამ ზომაზე. ახლა საჭიროა აი ხაზების მონიშნა, ავიდანოთ ზემოთ. ასევე კიდევ მოვნიშნავ აი ამ ორ პოლიგონს. აი ამ ზომაზე დავსვო. დავამატოთ კიდევ ერთი ხაზი. ამ ადგილას. აქაც აი ეს პოლიგონები გავზარდოთ. ესე დავაფიქსიროთ. ჩვენ შევქმნით ჩვენი მოდელის ერთი ნაწილი. ჭირდება ის სამი იგივე ფორმის ობიექტი. ამიტომ თავიდან რომ არ მოგვიწიოს აიმების აწყობა, უნდა გამოვიყენოთ სიმეტრიის მოდიფიკატორი. შევიდეთ modificator list-ში, ავირჩიოთ სიმეტრია. როგორც უყურებთ, დაემატა ქვედა ნაწილზე, რადგან არის გააქტიურებული Z ღერძი. ჩვენ გვჭირდება X მიმართულებით, ამიტომ მიუთითოთ X-ი. ასევე გვჭირდება საპირისპირო მხარეს და ასევე გავააქტიუროთ flip-ი. ეს პარამეტრები ჩვენ შევცვალეთ და ახლა საჭიროა გავააქტიუროთ ღერძის ფუნქცია. შევდივართ სიმეტრიაში, ვუთითებთ mirrors და შეგვიძლია ღერძით უკვე გავწიოთ აი ამ მხარეს მარცხნივ. ასევე გავააქტიურებ გრადუსებზე შებრუნებას და მოვათავსოთ მარცხენა მხარეს. აქ ახლა ოდნავ უნდა შევასწოროთ, რომ იყოს აი ეს კუთხე დამთავრებასთან. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ უნდა იყოფოდეს ორ ნაწილად, უნდა იყოს ერთი მთლიანი, ანუ ერთი ხაზი უნდა იყოს შუაში. იმისთვის რომ ახლა თავიდან არ შევქმნათ სიმეტრია და ეს პარამეტრები არ შევცვალოთ, შეგვიძლია copy paste-ით დავაკოპიროთ, გავააქტიუროთ აქაც ღერძი და აი ესე მოვათავსოთ მარჯვენა მხარეს. აქაც აი უკვე გავწევ და დავაფიქსირებ. როგორც უყურებთ, ერთი ობიექტისგან მივიღეთ კიდევ დამატებით სამი მსგავსი ობიექტი. აქ ჩვენ მაგალითად შეგვიძლია დავუბრუნოთ edit polish, გავააქტიუროთ აი ეს სიმბოლო, რომელიც გვიჩვენებს მის ზემოთ ყოფ მოდიფიკატორებს და თუ მაგალითად აი აქ შევცვლით რომელიმე ადგილს, იგივეს გაიმეორებს სხვა დანარჩენებსაც. მაგალითად აი ამ ნაწილს ავიდან ზემოთ, აი როგორც უყურებთ, როგორ მარტივად ხდება მართვა აი ამ დანარჩენი ადგილების. მეტი ეფექტურობისთვის გამოვიყენოთ chamfer მოდიფიკატორი. შევასწოროთ პარამეტრები, დავაკვირდეთ, რომ ხაზები არ კვეთავდეს ერთმანეთს. დაახლოებით აი ეს დავაფიქსიროთ, დავუმატოთ ერთი სეგმენტი. მივიღებთ აი ესეთ კუთხეებს, რომელიც არის მეტად ეფექტური. არც ისე რთული არის აი ამ სიმეტრიის გამოყენება, მთავარია თავიდან შეცვალოთ ხოლმე ღერძის მიმართულება და შემდეგ უკვე უშუალოდ ღერძის გადაადგილებით მართავთ ლიან მოდიფიკატორს. მოდით ახლა გადავიდეთ სხვა დანარჩენ მოდელებზე. ვექნათ შუაში, გამოვიყენებთ cylinders, ეს დავაფიქსირებ. გვერდების რაოდენობა კონდეს 24. გადავიყვანოთ edit polish-ში. ესენი შეგვიძლია insert-ით ეს დავაფიქსიროთ. ასევე მოვნიშნავ აი ამ ხაზს და შევიტან შიგნით, დავაპატარავებ. ესე დავაფიქსიროთ. ამასაც უნდა შევწევ შიგნით. ახლა საჭიროა შუაში ამ კუთხეებზე ყველა გვერდზე დავამატოთ ერთი ხაზი, მოვნიშნოთ, connect-ით ჩავამატოთ. აი ამ ადგილას დავაფიქსირებ
ეხლა გვჭირდება ამ ხაზის წერტილების მონიშნა. ამის მარტივი გზა არის კონტროლით გადავიდეთ ვერტექსებზე და მოინიშნება ავტომატურად იმ მონიშნულ ხაზში მყოფი ყველა წერტილი. ეხლა გავაკეთოთ ჩემფერი. ესე გავყოთ, მივაქციოთ ყურადღება, რომ ერთმანეთთან ახლოს არ მივიდეს აი ეს წერტილები, რადგან პოლიგონების სტრუქტურა ირღვევა. ოდნავ უნდა იყოს მოშორებული, აი ეს დავაფიქსირებ. ასევე აი ეს შიდა ნაწილი შევცვალოთ, გავხადოთ მრგვალი. აი ესე დავაფიქსიროთ. ეხლა საჭიროა აი ეს ნაწილები, რაც სიმრგვალეშია, მოვნიშნოთ. ეხლა ეს პოლიგონები სათითაოდ რო არ ვნიშნოთ, არსებობს მარტივი გზა. უნდა შევიდეთ მოდელირებაში, მონიშნვის მიმართულებაში ვააქტიურებთ აი ამ ღილაკს, რომელიც ნიშნავს მსგავს პოლიგონებს. ეხლა გავაკეთოთ ექსტრუდი. შევიტანოთ შიგნით. სადაც აი ესე დავაფიქსიროთ. მოვნიშნოთ აი ეს კუთხეები მეტი ეფექტურობისთვის, გავაკეთოთ ჩემფერი. ასევე მოვნიშნავ ამ შიდა ნაწილს და დიტაჩით გამოყოთ, მივუთითოთ კლონირება. ეს იქნება ცალკე ობიექტი. მოდით ახლა ეს გავზარდოთ, რომ გადმოდიოდეს გვერდზე. გავუკეთოთ სულობა shell მოდიფიკატორით. გადავიყვან ისევ edit polish-ში. ეხლა შეგვიძლია ისერთით კიდევ რამოდენიმეჯერ გამოყოთ პოლიგონები. დაახლოებით აი ამ ზომაზე კიდევ ერთხელ მივუთითოთ და ესე დავაფიქსიროთ. ეხლა მოდით გროვით გავზარდოთ. აი მას ავიდან ზემოთ, ანუ ეს მოდელი იქნება მომრგვალებული. შენკით შევავიწროვებ პოლიგონების მონიშნას, ამასაც ავიდან ზემოთ და კიდევ ერთხელ შევავიწროვოთ და ესე დავსვათ. შევხედოთ გვერდიდან და დაახლოებით აი ესეთი სიმრგვალე მივიღეთ. აი ამ ნაწილსაც ოდნავ შევასწორებ მეტი სიმრგვალისთვის. მივიღეთ აი ესეთი შიდა ნაწილი ჩვენი გასქურის. ასევე უნდა შევქმნათ ახლა გარე ნაწილი. აქ გამოვიყენებთ ცილინდრს. იქნება მსგავსი უბრალოდ და განსხვავებული ფორმა ექნება. გვერდების რაოდენობა უნდა გქონდეს 50 და ასევე მოვაქციოთ აი ამ ობიექტის შუაში align-ის ფუნქციით მივუთითოთ. ასევე გავააქტივროთ ცენტრები, აი ესე დავაფიქსირებ. გადავიყვან edit polish-ში. ვახდენ იზოლირებას და გამოვიყენოთ insert-ი. აი ესე დავაფიქსირებ. ასევე გავაკეთოთ bridge-ის ფუნქცია. გვექნება აი აქ შუაში სიცარიელე. ეხლა აი ამ ადგილებს, როგორც წინა შემთხვევაში, შევავიწროვოთ. აი ესე დავაფიქსიროთ. რაღაც ფაქტიურად ვიმეორებთ იგივეს. მოვნიშნოთ აი ეს ყველა გვერდი. კონექტით ჩავამატოთ ხაზი. აი ამ ადგილას დავაფიქსიროთ. აქაც გვაქვს მეორე ხაზი, ამას ოდნავ ზევით ავიტან და იგივე გავიმეოროთ აქაც. კონტროლით გადავიდეთ ვერტექსებზე, რომ მოინიშნოს ყველა წერტილი. ჩემფერით აი ესე გავყოთ. დავამრგვალოთ ასევე. ეხლა მივუთითოთ, რომ გჭირდება აი ეს პოლიგონები, ავიჩიოთ მსგავსი პოლიგონების მონიშნა და ექსტრუდით შევიტანოთ შიგნით. დაახლოებით აი ამ ზომაზე დავსვავ და დავაფიქსირებ. აქაც გავიმეოროთ შიდა ნაწილზე იგივე. კონტროლით გადავდივართ. ჩემფერით ვყოფთ. აქაც დავაკვირდეთ, რომ ერთმანეთს არ კვეთავდეს წერტილები. აი ეს დავაფიქსირებ. ეხლა მოვნიშნოთ ერთი ნაწილი. მივუთითოთ და ექსტრუდით აქ შევიტანთ შიგნით. აი ესე დავაფიქსიროთ აქაც.
ასევე აი მხარს ჩამოვიდან ქვემოთ, აი გვექნება დახრა. ეხლა უნდა მოვნიშნოთ აი ეს პოლიგონები გარშემო. გავაქტიუროთ გვერდების მონიშნას და მოინიშნება მხოლოდ აი ზედა ნაწილი. ამ შემთხვევაში დაემატა ქვედაც, მოდით ეს გამოვურთოთ. ეს არის მარტივი მონიშნის ფუნქცია. ითაჩით გამოვყოფ. ეხლა შეგვიძლია გავზარდოთ, ოდნავ რომ გადმოვიდეს გარეთ, ავიტანოთ ზემოთ. ასევე აი ამ შიდა ნაწილს ოდნავ დავაპატარავებ. ესე. მივუთითოთ shell მოდიფიკატორი. გადავიყვანოთ edit polish-ში და აქ უკვე დავამრგვალოთ აი ეს კუთხეები. გამოვიყენოთ რინგი, რომ მოინიშნოს. შემდეგ დავაჭიროთ loops, ეს არის მარტივი საშუალება. არ გქონდა მეორე მეთოდი, რომ აი ეს სათითაოდ მოგვენიშნა ყველა ერთად. აქ ჩვენ უბრალოდ ეხლა ვიყენებთ rings, რომ მოინიშნოს მის მოპირდაპირედ ყველა ფაზები და შემდეგ loop-ით უკვე გარშემო მოინიშნება მთლიანად. ეხლა გავაკეთოთ ჩემფერი. ესე დავაფიქსირებ. როგორც უყურებთ, მივიღეთ კიდევ გარეთა ნაწილი ჩვენი გასქურის, ესეთი ეფექტური მოდელი გამოგვივიდა მთლიანობაში. ეხლა შეგვიძლია აი ესე დავაკოპიროთ მარჯვენა მხარეს. აქ გადავიდან მხოლოდ აი ამ ნაწილს. ეს დავაფიქსირებ. და ასევე გვჭირდება აქეთ მხარესაც ექნება 4-იანი. აქეთ მხარეს უნდა იყოს სხვადასხვა ზომის. თუ მაგალითად scale-ით ამას გავზდით, სიმაღლეშიც გაიზრდება. და შემდეგ არის საჭირო რომ დავაპატარავოთ ეს სიმაღლე რა გქონდეს ამხელა. ამიტომ მეტი პრაქტიკისთვის შეგიძლიათ თავიდან თქვენთან შექმნათ აი ეს სხვადასხვა ზომის ეს გასქურის დეტალები. ეხლა გადავიდეთ გამრთველებზე. აი გამოვიყენებ cylinders. ეს დავაფიქსიროთ, გვერდების რაოდენობა ქონდეს 24. გადავიყვანოთ edit polish-ში და აი დავამატებ extrude-ით. ეს დავაფიქსიროთ. scale-ით გავზარდოთ. მივიტანოთ აი ამ ხაზთან. ეს დავაფიქსირებ. და კიდევ ერთი extrude-ით გავზარდოთ აი ეს ნაწილი. ესე მარტივად მივიღეთ გამრთველები. გავაკეთოთ insert-ი. და ესენი დავამრგვალოთ ჩემფერის მეშვეობით. დავამატებ კიდევ ერთ სეგმენტს. გადავიდეთ წინახედში. საჭიროა ახლა დავაკოპიროთ. ვექნება 4 ჩამრთველი, აი ამ ადგილას. და ერთი კიდევ იყოს ცალკე, აი ამ ადგილზე დავაფიქსირებ, რომელიც იქნება ღუმელის. აი როგორც უყურებთ, სიმეტრიის გამოყენებით მივიღეთ მარტივად ეს დანარჩენი გვერდები და ასევე შევქმნით აი ეს რთული მოდელი მარტივად. მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ შეხვედრამდე.